ბაზარი. უბაზი. ალექსიდადე უცხად. სექტანტები არიან, გიორგი. ჩამოყალიბებული ბოროტის სექტაა, შხამიანი სექტა, კოცობა. რისი ქრისტიანები, რა ქრისტიანები, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხო? ვა. რაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი მეტი აღარ გვინდა. არა, გავაჩეროთ. მე საიდან გვიტევს ახლა? არა, უბაზი ამბობს ერთი წუთით. ნაცი ამბობს, რომ კოცები არის. მიშისტურ, ოღონდ როგორი ნაცი, იცი? მოდი ვაფშე მისი კონსტიტუცია აღწეროთ რა, გუბაზის მორალური კონსტიტუცია როგორია. ის არ არის ორგანული ნაცი. ორგანული ნაცობა კიდე სხვა რამეა. ნაცებში ხო კიდე იყოფა. ნაცობა არის პოლიტიკური ნაცი და არის რელიგიური ნაცი. რელიგიური ნაცი არის მიშას ხაზი და პოლიტიკური ნაცი არის უფრო თითქოს რაციონალიზმი და გუბაზი არის რელიგიური ნაცი, ანუ მიშას ხაზი, ორთოდოქსი, ოღონდ არ არწმენით, არამედ ანგარებით. ესე იგი, კაცი გამოდის ნაცი ამბობს, თან ესეთი ნაცი, ანუ ნაცებშიც მოღალატე. ის ვინ ამბობს? კაცური კაცი კი არა, ნაცური. ის ვინ ამბობს, როცა მოღალატეო, იმაშებაო, ის ღალატსაც ღალატობსო რა. აი, გუბაზიზე არის, რომ ღალატის იდეა. ღალატის იდეაზაც უღალატა და ეს ტიპი ამბობს. ძმაო ღალატი გუბაზთვის ჯარიმა, ამიტომ ღალატი ვერ მოხდა. ეს ტიპი ამბობს, ანუ ნაცი კოცერო სექტაო, ბიჭო. ანუ მეგის ხარდავა ადამიანის უფლებებზე. იგი უგულავა კორუფციაზე. ანტიკოცებს ხედავთ ყოველ. ბრეივიკი ადამიანის უფლებებზე. უფრო მეტად ხედავდით ანტიკოცებს სწორედ პარლამენტთან, რუსთაველზე და სხვაგან. დავიწყოთ. პირველი, ეს არის საჭმელში ჩაფურთხების რიტუალი, ეს არის სატანური რიტუალი. მეორე, ეს არის სულების გამოძახების რიტუალი. გუდუს თოჯინების რიტუალი. კუბოს დაწვა. სხვათა შორის უნდა დაგავიწყდეს თვითონ ცეკვა, არა, როკვა, რომელიც არის ანტიკურ საბერძნეთში რო შამანური, არა, ანტიკურ ფსიქოდელიურ ღვინოებს რო იღებდნენ და შიშულები რო ცეკვავდნენ. ტოტემური. აი, ტრედი რომ მოკლეს კი ნაღამ ესე გათავისუფლდება მიშა. ეს ძველია. ტოტემური სულები, ანუ როდესაც იაკუტიელი შამანი, მაგალითად, იყო ესეთი ამბავი, მართლაც არსებობდა იაკუტიელი შამანი, რომელიც იაკუტიიდან მოდიოდა მოსკოვში პუტინის დასაჯდომად. გახსოვს ეს ისტორია? და ეს ვიღაცა პრახადი მეცი. რა განსხვავება მაგ იაკუტელ შამანსა და მაგალითად მიშამ შულდაძეს შორის, რომელიც ტანკნაზად ბიჭოს უყვირავდა არა, კონკრეტული ანალოგი გვაქვს. მანისიდან დოლით არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას შელოცვის სიტყვები იცვლება. ანუ თავიდან ბოლომდე ეშმაკისეული, ჭინკისეული, უბრალოდ და სატანური. არა, ეშმაკი მაღალი კალიბრია. ჭინკისეული, ფეკალიები, ფეკალუკები, სოლიტერები დაჭინკაობენ და ამ სოლიტერების იდეური მხარდამჭერი და მოყვარული ვითომ ქართველი მამულიშვილი გობელენის კუდით რთადიოდა თავის დროზე, გახსოვს? მიშას უყვარს სექსი და ოქრო. აი ეს გვეუბნება ჩვენ არა ვართ. არქაულიანით რო ლანძღავდა თან ჩვენ არა ვართ ქრისტიანები და საპატრიარქოს, პატრიარქის და ეკლესიის მაგინებლები, პირდაპირ მაგინებლები არიან წმინდანები და მართლა. ნუ всё. წერტილი, გავხსოვთ. თემურ ალასანი არის განსაკუთრებით. თემური ბიძია, მე მერჯგა ბიძები ეგ მithქვავს. გავუშვით მეორე ძალიან არა, არ გვინდა ერთობა შემოგდებულია, ის შემოგდებულია. აი ის რო იტყვის, შენ არ კრიტიკა არც კოცებს მოწონთ და ზოგს უყურებ ოპოზიციაში არც იმგეზაც არ მოწონთ კრიტიკა. ავა გაგვიბედე, კაცო, ჩვენს იდეადეს როგორ შეეხება. აი აქამდე მოვიდა. ბიზინა არის შედეგი, მიზეზი ჩვენა ვართ. ჩვენი შემგუებლობა, ჩვენი უპრინციპო. სხვათა შორის გამოვთვალიერებთ საღამოს კითხავებთან. გასაგებია, გავაჩეროთ. სხვათა შორის ეს რელიგიური ხაზი ახალია. აი გარვიცოთ. არა, სხვათა შორის ნახე არ არის, არ ახალია. უბას ადრე ქონდა, რომ ჩვენ ქრისტიანობა ხელახლა უნდა მივიღოთ, თუ გახსოვთ. სადაც კი ბატონო და არა, ჯერ ესე არ უთქვი. მე თუ აბადიდე წმინდანინო მიშა. იმპლიციტურად უკანაკარიდან ეგ მიშა შემოყავდა, რომ ახალი რელიგიური ნარატივი და იცი რა არის ნახე როგორი სტადო კაუზალობის ფილოსოფია გუბაზმა რომ ესე იგი მიზეზშედეგობრიობა ჩვენი ბრალიაო ჩვენი და ეხლა როგორც ასეთი მძიმე სიტყვების შემდეგ მცირედი განვიხილვა ტაბლიაშვილი მეგობრებო გაუშვათ დღეს ქონდა აკმე მეგობრებო და გაუშვათ გუშინ ქონდა
ოცნებას რუსულს და არა ქართულს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ჩაუვარდა კონზინაციაში და ერთი ხანობა რომ მოფერიანებულები ლოყებ ღაჟღაჟანი რაღაც დამპალა ივანიშვილის სამეფოში ღაჟღაჟანის ჩარდენა ჟამს მას deadly pain ანუ ესეთი სიტყვა ინგლისური ხომ მკვდრისფერი გადაკორი ანუ მკვდრისფერი ადებს და ამის მიზეზით საფუძვლიანია როგორც მოსალოდნელი იყო ის კიდევ ერთხელ და ჩანს საბოლოოდ მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და ამის გამო არა მე გავაჩერე მეგორო აი ვიწყებდა ვერასწორებს და რას ნიშნავს ჩვენ ხო უკვე მოვეკეთ აი ვერ გავიგეთ ავტორიტარიზმი და ტირანია ხო დამტკარდა ასევე რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვეკეთით სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ამაზე მეტი იზოლაცია ანუ თან შეანელონ შეფასებების გამძაფრება ან უბრალოდ უხერხულია იმიტომ რომ ამაზე მეტი ჩვენ უკვე ვარ პოლპოტის დონეზე ხო მეტი სადღაც წავიდეთ მეტი სადღაც უნდა წავიდეთ ფარაონების დონეზე წავიდეთ არა ეს ადამიანი როგორი კაცია იცი რომ სულ სიმძაფრე ხო უნდა და არ ყოფნის დოზა და მიაჭეს გაზ ბოლომდე და მე თითქოს ავიწყდება რომ გაზმიჭერელია და უფრო გიждდება რა მე მგონია რომ დღეს დაავიწყდა სამედიცინო ფილების მიღება დასალეობით არასვე იქვე არის გუბაზის შვილი ლევანი გაუშვით შენ მაშინ გუბაზის მერე უნდა გაგეშვა ნუ აი შუას ჩაუფინე კი ბატონო გაუშვით მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მიუხედავად დინამიური პროცესი სიმართლე ვთქვათ არ მიმდინარეობს როგორც მოლოდინიც მაგალითად ჩვენ მქონდა რომ გაზაფხულზე იქნებოდა მაგრამ მე მაინც გონია რომ ეს ჯერჯერობით არის საგარეო ფაქტორთან დაკავშირებით ძალიან კარგია რომ deep state-ის დამარცხება ვერ შეძლეს და მუდმივად მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო პროპაგანდა საუბრობს რომ ამერიკის მხრიდან მაინც ძალიან დიდი ზეწოლა მოდის და ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი საკუთარი საპროტესტო ელექტორატისთვის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მუდმივად ქართული ოცნების უკან დგას რუსული ხელისუფლება და რუსეთის სპეცსამსახურები და ეს უზარმაზარი მანქანა, მნიშვნელოვანია, რომ შენც გძნობდე უკან მხარდაჭერას. კაი, მე ერთი რამე მინდა უთხრა აი ამ ახალგაზრდას, რომ ამის მოსა გასა და ასე შემდეგ მოსაგება დამათვის საერთოდ არ არის საჭირო რუსული სპეცსამსახურები. საერთოდ არც ქართული სპეცსამსახურები არ არის საჭირო. გიჟი მიუშვი ნებასა თვით შეყრება სნებასა. ეს არის აი კიდევ ერთხელ ამათ მოსაგებად საჭიროა მხოლოდ რომ ესენი იყვნენ და ილაპარაკონ ხო აქციები ატარონ გამოვიდნენ ცოტა უკმაყოფილო არის დინამიზმი არ მოსწევს ანუ კაი გაფიცე დანარჩენი რაც არის იმას თავს როგორ შეიძლება დინამიზმი მამამისი ამბობდა რაღაცაზე კომპრომატივარო რა გაიხსენე ერთი რაღაცას ლაპარაკობდა რა ჩემთან ფოტოს გადაღება, ანუ შინ არსი ეკო, რომ ჩემთან ფოტოს გადაღება კომპრომატი არისო რა. მე გავიცი, მაგრამ მე ვამბობდი ხოსო რა. რომელიღაც ეთერში თავის მაგას მე ვამბობდი ხოლმე, რომ იმენა ჩადებულია გუბაზე კომპრომატია ჩვეულებრივით. გუბა არა მარტო გუბაზე. ხო, გუბაზე ხო პოლიტიკიდან წავიდა. ეხლა ეთერ რა იგიდის და სოციალური კომენტატორია? როჟა. პოლიტიკის კომენტატორი, ჩერგოლიშვილი თავის ძოზე ხო იყო რომ პოლიტიკის კომენტატორი ვარო მე პარტიაში არა ვარო. ბიჭო, როჟა არის. ნიშ პარტნიორია როჟა რო არის, აი. მეგობრ, აი დავით უსუფაშვილი არის ძალიან საინტერესო ადამიანი. სანამ დავით უსუფაშვილი, აი ქრონოლოგიურად უკაცრავად მეც კი გეკითხები, თენგო თევზაძე ვინ არის ძალიან. ხო და აი რო არავინ არ არის? თენგო მე ან პირველად მოხდა ისეთ შემთხვევაში. მე ვიცი და თქვენ არიცით. გვარამიასთან არისო. იცი რატო არის? თენგო. პროსტა თენგო. უი ის თენგო. ხო და აწერო. იმ ვარი აღარ დაწერო, რომ ავირევით. აი არ გვინდა ეს თენგო. და გვარამიას თენგო. უბრალოდ თენგო. არ გავუშვათ. ახო, თენგო არ გავუშვათ. ეგო არა, უსუფაშვილი. თენგო რო გვიყურებს ახლა. ჩვენ ხო იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რას გავაკეთებთ. აი ახლა არჩევნების მოსაპოვებლად რას გავაკეთებთ. ყოველ დღე ხდება ჩვენს გარშემო უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოში და გლობალურ გარემოში. ყოველ დღე ხდება მინიმუმ 2-3 უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის საჩვენოდ, საქვეყნოდ, სახალხოდ, ეროვნული ინტერესებით გამოყენების თვის უნდა ვიღვაწოთ, იმისთვის რომ არჩევნებსაც მივახციოთ ერთი. და მოწინააღმდეგე არ გაძლიერდეს. ამათვის ლიბერდებილები. მაგალითად ტრამპმა რო ტარიფები აწია და
საშინელი სავაჭრო ომი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ყველა ინდექსი დაეცა და კატასტროფა ხდება ამათ ლიბერდებილებმა, როგორ უნდა გამოიყენოს სათავეში. კითხო ეგეთი რაღაცა. აი, თან ერთ პარტიაში არიან. ეს და გრიგოლ გეგელია რო აჩხუბა. ხო, ერთი წონითი კატეგორია, წონითი გულისხმობ. ეს მოუგებს. თავიანთ ამ გამოხატვას. არა, ის ჯობია. შენგან და უფრო იჭყვიტინებს? ჯერ ხო ძალიან ჩხუბი იქნება. უსუფად ჯერ ეს ერთი რაღაცეები გამოვლილი აქვს ბოლო-ბოლო პარლამენტის არა, მე სერიოზულ ჩხუბს გეუბნები. იმენა UFC Night Fights. ის დაიწყებს Ultimate Night Fight. არა, მოიგებს. უსუფა. მე ზგონია რომ უსუფა მოიგებს. არა. მე რას ბიჭო, ახალგაზრდა როა ის? მოდი. ეგეთი ახალგაზრდა ხილახლაგას ახალგაზრდა. ვაბანძებ სულ თლიანად რაღაცა პატარა ხიდად გამოვიყენოთ, გადავიდეთ სერიოზული კონტექსტის განხილვაზე. კაი. სოფლიოში რა ხდება? არა, ორივე ბაბუაძე გავახავს. დავიწყოთ იქიდან, რომ ტრამპმა გააწესა ტარიფები. და ტარიფები. მეორე, ეს არის რომ ირანს შეიძლება დაარტყან ირანს. აი ეს ორი ამბავი, რაც ყველაზე აქტუალურია სოფლიოში და რუსეთი განაგზავს დაბომბვას უკრაინის და ფეხებზე კიდია ამერიკა. ეს უნდა წამოვიღოთ სასიკეთო. ხო, აი ამათ პირველი ამათმა უნდა დაარტყან ირანს. არა, ხო და მე რა მაინტერესებს რომ ამათი აზრით, ამათვის სასიკეთო რა არის? აი ამ სამ მოვლენაში, რომ რუსეთი განაგზნობს შეტევას და აფეთქებს და დედას უკლავს საწყალ უკრაინას, მეორე სოფლიოში მიმდის სიგიჟე ეკონომიკური ომი და ის რა ქვია. ტარიფებში ხო ჩვენც მოვყვევით. არა 10%-იანი რომელიც ყველას დაუწესა. დანარჩენი არის თუ არ ვცდები მანქანაზე დააწესა 25%-იანი. ეხლა ჩინეთს ემუქრება რომ კიდე 50%-ს დაუმატოთ. 80%-იანი ტარიფები ექნება. ხო და ომი მიდის, ყველაფერი ძვირდება. ნავთობი დაბლა მოდის, ეკონომიკური ინდექსები მთელ მსოფლიოში დაბლა მოდის და საქართველოს რა ხერი უნდა ნახოს ამათი აზრით. უბრალოდ ოპოზიციამ რა ხერი უნდა კონდეს ადგილობრივი არჩევნების დანიშვნის კუთხით. ხტები აი დებილი რა, აი რა უნდა ნახოს. ირანს რო დაარტყავს დაუშვათ ისრაელი და ანუ ამერიკა. ჩვენ ოპოზიცია, ჩვენ საკიდან უნდა დავართ. სასწრაფოდ მოიგონ და დანიშნონ არჩევნები? ჩვენ მე მგონი ეს რა ქვია ისე უნდა ჩავიდეთ ირანში. ფეხით. საჯარისო შენაერთები უნდა. ნებისმიერი. ამათ არ ყავთ საკუთარი ჯარი? აი საერთოდ თავდასხმის ვინ ყავთ? ხაცარავა. კაცარავა საზღვრის დაცვის. მენაპირე ერისთავზე წესიერად ველაპარაკე. არა, წესიერად საზღვრის ერისთავზე ბიჭო თქვენ მარტო ხუმრობა გინდათ კაცარავა არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შეფის მაქარი. არა, სერიოზულად. აკია ბარბაკაძე. გოგავა. აკია ბარბაკაძე არ დარბაზანა. ბიჭო თქვენ გავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი ესეც საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ივენთი რაც იყო საფრანგეთში რო ჩაათრიეს მადამ ბოვარი და ანუ იქ რო ვიღაცებს აყვირეს სალომეო. ნახეთ ეგრეო, ნახეთ. არ მინდა გაშვება დებილობას. არ მინდა მართლა იდიოტობებს. თქვენ თუ გაქვთ ნახე Men in Black-ის მეორე სერია მამაკაცები შევკი. იქ არის უცხოპლანეტელების რასა რომლებიც გასახდელი, ხო, გასახდელი არა. ხო, შემნახავ იმაში ცხოვრობენ და ეგაა მაგეთ სამყაროს ლიმიტი. ანუ მარტო ესაა, რომ ეს locker room-ი არის, ანუ სამყაროა რა. კი. და აქ რომ მიდის ეს Men in Black-ის ტიპი რა, იმიტომ რომ ერთადერთი არის ვისაც შეუძლია რომ გააღოს და ანუ ამ სამყაროს მიღმიერი დაანახოს და უცებ რაღაც ერთის ხო დემიურგი მოვიდა ამბავი არის რა და ეგრევე ამას სახელს რო სკანდირებენ ზუსტად ეგ სცენა იყოს კი ბატონო ანუ ესეთი სასაცილო და სასაცილოდ შესრულებული დავალება და დამცირება მე იშვიათად მახსენდება თანამედროვე მოდი მეგობრებო გავუშვათ ნიკამელია არ მგონია ვართ ჩვენ ახლა ბოლომდე გულწრფელების საზოგადოების მართლა არ მგონია რომ ცოტა სიყალბის ელფერი გაზდევს აი ამ პროცესს რომელშიც ვართ პოლიტიკური პარტიები ჩართულები იმიტომ რომ რაღაცას ბოლომდე არ ვსაუბრობთ მაგალითად მეც კი მე აი ნიკამელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანათავმჯდომარე პოლიტიკოსმა არ ვიცი აქტიურმა მოქალაქემ არ ვიცი ჩემი პოტენციური თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აი ამ უთანასწორო ბრძოლაში მყოფი ადამიანები ძალიან დიდმა არმიამ არ ვიცით აპირებენ პროცესის ნებსითუნებლიეთ ლეგიტიმაციას შემოდგომაზე თუ არა
გავიგე, ანუ იღებენ ანუ წინასაარჩევნო კამპანიამდე ზოგადად და ხო. არის. ბიჭო, არ არის ისეთი არალეგიტიმური კითხვა. იმიტომ რომ ამას არა, რატომ ამბობ რა რეალურად ნახე მაგრამ ჩვენ ლოგიკას ვთხოვთ ყველაზე არალოგიკურ დივერსიულ ძალას გიჟებს რომელზეც მხოლოდ ის მიჩნდება რომ აი სხვა ლოგიკას ცნობიერება ამდენ შეუთავსებლობას როგორ უნდა იდევდეს ხო შანსი არ არის შეხედე მაგრამ თუ არჩევნები არის გაღალბებული თუ ეს არის დიქტატურა თუ ეს არის რეჟიმი თუ ეს არის ესა და ეს რასაც ამბობენ მაშინ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის მთლიანად პროცესზე და თვითონ რას თქვეს იმაზე ლეგიტიმაციის მინიჭება და იმის უარყოფა ხო? კი ბატონო. შესაბამისად მე არ ვიცი რა და როგორ მოხდება, თუმცა დანამდვილებით ვიცი თქვათ გახარეს პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას, შემიძლია ვთქვა რომ შეგონი არის ეს? და რა არ მიიღებს? იცის რომ მიიღებს მონაწილეობას და ყველა მიიღებს მონაწილეობას ისევ იგივე სიკეთე არა და მან არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ნაცები ვერ მიიღებენ არა არ კი არა როგორც მამუკამდინარაძე არ მიიღებენ კი არა ვერ მიიღებენ კი ბატონო ეგრეა ზუსტად მე მაინტერესებს რას მაიმუნობს თავიდან ბოლომდე აი ეს უნდა პირდაპირ თქვას და თუ სიმართლე უნდა და სიყალბის უფლება თუ არა აქვს და ელფერით რო დაძებს სიყალბის წარმოსწორს ჩავისვათ რომ თქვენ უგავზავთ ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვის არაკაცზე ჩავისვათ უნდა თქვა ყველა თავის საჯარო განცხადებაში რასაც აკეთებს და რასაც ამბობს იმის საპირისპირო ჯდება საბოლოოდ კაი მოდი შემდეგ ვერ გადავიდეთ ეს მაინტერესებს ან გიორგი იმედაშვილი ვინ არის მე მოდის გრიგოლ გეგელია ნინო ჯანგირაშვილი ცოტნე კობერიძე თაზო დათუნაშვილი ნანკა კალადოზოვიჩი მესამე გვერდი საოცრება ოლსტარი ერეთის ოლსტარი ოპოზიცია არის საუკეთესო ფორმაში როგორ ფორმაში შეიძლება იყოს 12 წლიანი ავტორიტარიზმის შემდეგ ოპოზიცია ქვეყანაში არც ერთ სახელმწიფო 12 წლიანი ავტორიტარიზმი არ ქვია 12 წლიანი ავტორიტარიზმი არ ქვია ასე არ ყოფილა არა მგონი მე იცით რა ხანდახან არის რომ ადამიანები ხმას ავწევენ ავტორიტარიზმს ბიჭო კარგი გავთიშოთ გასაგებია არა გასაგებია ესე იგი ოპოზიცია გამოიყურებაო შესანიშნავად 12 წლიანი ავტორიტარიზმის ერთ სამით ითამათ არა მე რა კითხვა როდესაც მე მახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებები როცა კეთდებოდა ну მანამდე მიშამ რა უქნა კონსტიტუციას ხო გახსოვთ კონსტიტუციაზე ეგრე მოპყრობა არის ავტორიტარიზმი რო დადიოდნენ და მთელი ქართული ოცნება მაშინ თუ არ ვცდები ირაკლი ყობახიძე იყო ამის ავანგარდში ესე იგი სახალხო განხილვა რო იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ეს არის ავტორიტარიზმი არის ის სრული დემოკრატიული პროცესები რომელზეც ამათ საყვარელი დასავლეთი ესე იგი ტასკს გვიკრავდა რომლის შედეგადაც ავტორიტარიზმის ეს ვიზა ლიბერალიზაცია რომლის შედეგადაც ის ასოცირების ხელშეკრულება იცი რა მინდა თქვა ხო არა ესე იგი ეს რასაც ამბობს ეხლაც და მანამდეც მაშინ განსხვავება ანუ როცა გამოაცხადა დიქტატურა ნიკა გვარამია მე იყო 2017 წელი თუ 16 ხო? ხო 14-დან ანონსებს რომ მყარდება ხო დამყარდა იყო დამყარდა 16 წელი 2017-ში უკვე გაქანებული ხო და არ არიან ჩამოყალიბებული გრიგოლ გეგელია კი ბატონო გავუშტ ეს არის ძალიან მკაფიო კალენდრით გაკეთებული მკაფიო პოლიტიკური განაცხადებები. აი მართლა ასევე გაერთებული სამეფოდან და ჯამურად ეს ყველა ქართველს უნდა აძლევდეს იმის ხედვას მხნეობას, რომ ჩვენ გადავტეხავთ მორატმოქმედ რეჟიმს და გვექნება არჩევნები და ახალი ეროვნული ხელისუფლება. ჭუმა როგორ უნდა გადავტეხოთ არა ტალკი უნდა შეაღარო. სანქციები გადავტეხავს. კარგი ჩემი ნომერ პირველი ფავორიტი გახდა. მოდი ესე ვთქვათ, აი არის ესეთი მოსამართლე მურუსიძე, ხო? ეზოში ეს გნომა არ გაგისწორდებოდა, ეზოში მურუსიძე მოსამართლე. რომელთანაც აქვთ ამათ, ნუ შეკითხვები და აკრიტიკებენ და რიად შეკითხვები. რიად შეკითხვები აქვთ ამ ნაცრადიკალებს და ასე შემდეგ. მურუსიძე ერთხელ სადღაც იქეიფა კაცმა და ნასმა მიიღო და მეორეჯერ ალბათ სიფხიზლეში გასცა პასუხი, როგორ ეშინია სანქციების. შვენიერი სოფელი აქვს კაც, ქართველი კაცია და კიო ეხა რა თქმა უნდა მე ხა არ არის სასიავნო არა. მე ვაფშე წასვლას არ ვაპირებიქო. ანუ ჩვენ უნდა რაღაცნაირად გაიგონ ამათ, რომ აი მაგალითად სანქციები
ისეთ რაღაცას რომ გიწესებენ, რომ მე რომ ფუაგრა, აი შენ თელი ცხოვრება არ შეჭამ ფუაგრას. ეს ვიღაცის ძალიან ეს არის ძალიან მტკივნეული. ვიღაცის ფუაგრა ვაი და ფონჯუსაც გიგზავნე. ფონჯუს და ფუაგრას უყურე. არც ერთი მათგანი არ მიჭამია მეგობრებო ცხოვრებაში. არც ფუაგრა მიჭამია და არც ფონჯუ. ხო და ვაფშე ვეღარ შეჭამ მე. ხო, აი წარმოიდგინე რა. და რო ნაჭამი რო მაგრამ რომ ითქვა რომ გუდისმოს ვერ შეჭამო. დავიგრუზები რა პრობლემა მაგრა ძალიან. ყველაზე მაგრა ყველებში. ყველებში გუდისმელი მევასე. აი შენი ნომერ პირველი. ნომერ პირველი არის კაი თხრის გუდისმელი. თხრის ჩემი ძროხის. ხო, ნუ ისე გუდისმელი მე ჩემსაც. გუდისმელი. ხო, აი რომ ითქვა რომ შენ ძმაო, სანქცია დაგადე და გუდისმელს ვერ შეჭამ. ისე ყველაზე ვილაპარაკოთ არ ჯობია ამაც ვილაპარაკოთ. და ფონჯუ რა არის არც ვიცი. ფონჯუ არის ნარიყველის, გამდნარი ყველის. აი ყველაზე რახან არის საუბარი. და პაშტისა ფუაგრა. ხო, ნუ აი ბატის ღვიძლის რაღაცა საშნელება, ხო? ხო, ნუ ავანტყოფი ბატის. ხო, და ავანტყოფი ბატის ეგრეგია. ვაფშე მეხებზე მჭირდა. გაბერილი და აი როგორ უნდა გავაგებინოთ აი ამათ რა, აი ვერ აგებინებს სხვა კულტურა. ეხო ევრობიუროკრატიული პერსპექტივა არის რა, ანუ გაიხსენე როცა რუსეთი და სანქციებს. ო, ეგ ძალიან ვინ წერდა ის ფონ დერ ლაიენ თუ ვიღაცა არა, ვიღაც ესეთი რა. ევროპარლამენტარიც არა, ჩინოვნიკი. მაგრამ no more shoppings in Milano რა. დაეხა თუ რუსებსო რა, აი ხა მოკითხონა თავის თავსო რომ ვიღაცა. აი მე მაგალითად არა, ერთ წამით ხალხმა კარგად რო გაიგოს, ესე იგი no more shopping, ანუ მეტი აღარ გექნება შოპინგის საშუალება მილანში ეუბნება ტიპი ისეთ არა ისეთ რუს რომელიც წერს ბაიდენ ვიდეო что такое система SWIFT ანუ მას მილანში შოპინგი კი არა ელექტროენერგიაც რო გამოურთო დანით დაიჭერს შუბით თევს და მოიყვანს რაღაც ურს გააგეხო ანუ მეორე რაღაც აი თქვენ ახალგაზრდები ხართ თქვენზე არ გადმომაქვს ეს ამბავი, მაგრამ მე პირადად თანახმარ რომ არასოდეს არ გავიგე საქართველოს ფარგლებს გარეთ. 53 წლის კაცი ვარ, რა 30-40 რა ვიცი, ამდენი წელიც არ წავალ ძმაო, თუ ასეა, არ წავალ რა. აი რა ვქნა რა. მაგრამ სადაც წასვლები დარჩება ალბათ. კაი საინტერესო ადგილები. არ გავამხელ ეხლა სად. კაი ჯანგირაშვილი გაუშვით. ძალიან ცოტა დრო გვაქვს ხალხო დარჩენილი თვეებზეა ლაპარაკი მე არ ვიცი ჩვენ თუ ეხლა ბოდიშის ვიადროვით ჩვენ თუ ეხლა რაღაცა უპრეცედენტო ერთობა არც კი ვიცი სიმართლე გითხრათ რა უნდა გამოვიჩინოთ ალბათ გამოვიდეთ ქუჩაში და არასოდეს არ დავიშალოთ ვერ გეტყვით ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი მე აქ ისეთი შეუქცევადი დიქტატურა დამყარდება ცნევა გაუზომოთ მოკლედ არა ხა ლეიბები არ მართლა ხელ კავშირის შეკვრაზე მიდიოდა მე მგონი საუბარი ეხა არის მოთქმა გოდება და ნელ-ნელა აი კუტაბიჭი ნახეთ გავშვით კუტაბიჭი ეს ხო წავიდა პოლიტიკიდან ნახე მე ამ მქონია რომ თქვა და ის ყოფილიყო ხაზი ჩემი პარტიის ან კოალიციის ხო იყო პოზიცია ზურას თქვა რომელიც იყო მუდამ დიდი ერთობისკენ მიმართული და პროცესების ასე უყურებდა ამ პოზიციის გამგზავრებელი კოალიციაში თქვა ელენეს გარდა ნიკები ნაკლებად იყვნენ მათ შორის საჯაროთაც ძირითადად არ იყო რაღაც დიდი ერთობა იყო გამოსავალი და ყოველთვის რომ კოალიცია გოს დამოუკიდებელ სუბიექტი მისი როლი წინ წამოეწია რომ თქვა ის არის პირველად გიდოსანი ოპოზიციური კოალიცია და ასე შემდგომ და ნუ ახლა ბოლო ხანებში მოხდება ამოიფულ სიტუაციაში ვიყავი რომ ნამესაუბრა რაღაც ერთობა რაც მე თვითონაც ამჯეროდა არ გამოდი ანუ ხო ჯოჯოხეთში იყო პრაქტიკულად ახლა კუდაბიჭი არ შეიძლება მისი რთული ფსიქიკა ნაზი ფსიქიკა რატო ქონდა კუდაბის ნაზი ფსიქიკა არ ვიცი მარტივი ფსიქიკა უნდა ქონოდა მაგრამ ვერ გაუძლო ამას რომ არ ჯეროდა რაღაცებს რასაც ამბობდა რომ 2 დღეში გვასრულებს ხო 3 დღეში აი ცოტა დარჩა და რა თქმა უნდა მერილ სტრიპი გაუშვათ მეგობრებო ნაკა კალტესშვილი შეგეგონა იჩეხება ხრამში არ ვიცი დედაშენი და იმიტომ რომ სამშობლო დედასთან ასოცირდება ჩემთვის და ხელით უფსკრუშტეს გიკავია ხელით გიკავია და იგრძნობროი ცოტაც და გაგისხდება და ვეღარ დაიჭერდა მოტრიალდები და ხდება ადამიანები რომლებიც არ მოგწონს არ მოგწონდა მაგრამ იმ მომენტში რა სიზავ დაიწყებ ფიქრს რომ დამეხმარე არ დამეხმარო თუ ყველას გამოიყენებ რომ იქიდან ხო გამოიყენებ ხო და ეს მიდგომაა რა ყველა უნდა გამოვიყენოთ და ერთად უნდა დავდგეთ ამიტომ
გვინ მომწონს არ მომწონს არ არის დღეს იჩეხება და აი მართლა ბოლო ერთი თითით რომ იჭერდა უკვე ამოსაყვანი აი მანდარ და გავიხედე და ხე გახარია იდგება თუ არ ვიცი მინდა კარგად იყოს ვინც მომწონს თუ არ მომწონს ანუ საუბარი რაზე რომ ისეთი ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას რომ ადრე თუ ვიღაცა არ მოგწონდა ჩვენ ის მე ანუ შევყვეთ ამ აბსურდულ ანალოგიაში ხო დავიწყოთ თვითონ საკითხის დასმით რომ არანაირი ეგზისტენციური საფრთხე არ ემუქრება მაგრამ კი ბატონო ვიღაცები არა თქვა რომ ზის კაჩალკას გამში თბილად და შენ ცნობ რომ პირიქით ცეცხლი დაასქნა და უკან მოყავს ტიპები რომელსაც უკვე დაუპატიურების სისტემაში შექმნეს ანუ კარგად იციან როგორ დაათონ ცეცხლი და არა გაუპატიურების სისტემაში დედასთან მიყავს მაშინ ტიპები რომლებაც სისტემური გაუპატიურების სისტემაში ზის და პრობლემა არა ხო ანუ ეგ მაგალითი კიდე შეიძლება განიხილო მაგრამ მოდი დავიწყოთ იქიდან რომ როცა ესენი ამბობენ გავერთიანდნენ და გადავაგდოთ თვითონ დაიწყეს საუბარი რომ მე რა იქნება ანუ მოდით ესე ვთქვათ რა მართლა აქ როგორც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე თქვა გრანტზე ბრიტანელების გრანტზე აქ სულელი არავინ არ არის ზუსტად კარგად თქვა რომ ეს ბრიგანტი ვიცით ვისაც მისცემთო დავიწყოთ იმით რომ აი ეს მთლიანად აი ეს რაც ხდება ხო აი ეს მთელი ეს მცდელობა გადატრიალების და ასე შემდეგ და ეს ერთობა ეგრეთ წოდებული ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რისთვის ხდება მაგრამ მათ ვინც ამ ერთობას ეგრეთ წოდებულ ერთობას დაგჩხავის არც კი მოსვლია თავში აუხსნან ადამიანებს რომლებიც უკმაყოფილოები არიან ან ძალიან უკმაყოფილოები არიან ოცნების მართვით რომ ოცნებას თუ გადავაგდებთ რა იქნება ამაზე ხო პასუხს ელემენტარულ პასუხს ვერ გცემენ რა თავარი ეგ არის თავარი რატო არ მიდის ამათთან ხალხი ერთ-ერთი თავარი რომ თვითონაც ზაზგვანან კაი და წარსული მათი მაგრამ ვიღაცები ხო არიან ვისაც просто მე მიეტმასა და ეგეთი კვლელის წარსული არ აქვს არ ამბობენ ეხა დაიწყეს და ის ამბავით ჩაკლეს თუ გახსოვთ რა გახსოვთ უყურებთ კიდეც ომის თემაშიო ვერ ვიყავით მაგრებიო და უნდა აგვეხსნა ხალხს რომ ომის საშუალება არ არსებობს მაგრამ მე მოკლეს ეს ბაზარი რასაც ვერ ახსნი როგორ რა თქმა უნდა რასაც კულტივირებდი რა თავარი ნანკა ჩემო მერილ სტრიპი მოგდა ალბათ უკვე ეს რო თქვი მაგრამ მაინც თავარი ის არის რომ კვლელების გარემოცვაში ხარ გამაუპატიურებლების და გადამღებების პირზე და რა იქნება მე სექსუალური ხალხის ანუ იქნება თუ არა საშინელება ამის მერე ხო იმას გარანტიას ვერ აძლევენ პატა ბურჭულაძე გავუშვით პატა ვინ პატა და პატა უკმაყოფილება რაც ხდება შიგნით ქვეყანაში შო აღარ არის საჭირო თავიდან ჩავრთოთ და მანდ გავწყვიტოთ და ესე გავამთავროთ განაცხადი ვეღარ ძარცვავთ თავიდან მარტო ეს ჩავრთოთ ჩართეთ აბა უკმაყოფილება რაც ხდება შიგნით ქვეყანაში ქვეყანაში მე სხვათა შორის მეგონა რომ მაყოფილი ხო რაღა დამაძინებს არა всё გასაგებია ყველაფერი ვინო კახურა მეც შენს თომაში ვარ შეყვანილი მადლობა ყველას საღო დიდი მადლობა მეგობრებო სწორედ ბატა ბუჭულაძეს აი ამ საშინელი უკმაყოფილოა და წავედით ნელ-ნელა მე მახსოვს ბატა ბუჭულაძეს გავაგზელებ მაშინ მივადექი მიკროფონით 2016 რაჭაში იყო რაჭაში და მიხვდა რა ყველაფერს რა კარგად იმდენი დებილი არ არის და რამოდა კატასტროფა იქნება რომ გაიმარჯვა 2016 წელს უნდა ყოფილიყო კატასტროფა თუ გაიმარჯვებდა ბიძინა ივანიშვილი და აი ესე ხო ბოხი ხმით და საერთოდ რატომღაც გონია რომ ოპერული ხმით თუ ესე დინჯად ილაპარაკებს ეს არისო ეგ პირდებოდა ხვალე ეს უნდა დაждდეს რა უნდა ხნას ხვალე უნდა დაждდეს და აღარ ადგეს 8 აპრილს უნდა დაждდეს რას მეუნები ხო და აღარ ავდგეთო იძახდა კი არ გახსოვთ ეხლა იძახდა არა არ მახსოვს ნიცონ მანდელობას აპირა ოკეი მეგობრებო ხარებას გილოცავთ და თქვენიც დაბა ყველაფერი კარგად იქნება და ახალ-ახალი კარგი ამბები გვეხაროს ერთმანეთისათვის ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ ხვალამდე ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.